არსებობს სხვადასხვა ტიპის პროგრამები, მათ შორის თბილისის მერის პროგრამა ისწავლე და დასაქმებული, რომელიც პირდაპირ თბილისის მოსახლეობაზე გათვლილი, ან თბილისში უნდა იყოს ჩაწერილი. გარდა ამისა, არის უმარტივესი, ისინი რეგისტრირდებიან ჩვეულებრივ პორტალზე, რომელიც თბილისის მერიას აქვს გაკეთებული, ან კოლეჯში მოდიან და ადგილზე რეგისტრირდებიან და შემდეგ ამისა ჩვეულებრივად ისინი აგრძელებენ სწავლას იმ პროგრამებზე, რომელზეც ჩაირიცხნენ და ესევე მინდა ჩვენს მსმენელს განუმარტო, რომ ნებისმიერი პროგრამა, რომელიც კეთება ჩვენთან ჯერ კეთება ბიზნესთან ერთად, ანუ ბიზნესი ჯდება ჩვენთან ერთად, კონტენტი კეთება ბიზნესთან ერთად, მთელი შინაარსობრივი ნაწილს გავდივართ და როცა ხდება უკვე აღიარება ამ პროგრამის ბიზნესის მიერ და ვალიდაცია, ამის შემდგომ ჩვენ გავდივართ უკვე სახელმწიფო ავტორიზაციას. შემდეგ ცხადდება ეს პროგრამები. ჩვენ ვატარებთ წინასწარ კვლევას, შესაბამისად, შემდეგ გუგზავნით მერიას, სად არის მოთხოვნა, რომელ მიმართულებაზეა მოთხოვნა, სად არის დეფიციტი და შემდეგ მერია უკვე აფინანსებს შესაბამისად იმ პროგრამებს, რომელზედაც ჩვენ ვაცხადებთ ამა თუ იმ მიმართულებაზე სწავლის სრულთა გამოცხადებას. სად არის დეფიციტი? დეფიციტი დღეს საქართველოში მინდა გითხრათ, რომ სამშენებლო ინჟინერიის მიმართულება, სერვისის მიმართულება, IT ტექნოლოგიების მიმართულება, სამედიცინო სფერო მათ შორის, ამ მიმართულებებზე ყველგან არის დეფიციტი და დღეს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება ვიღაცამ გითხრას, რომ არის ვერ მოიძიეს სამსახური, მე თამამად შემიძლია განვაცხადო და ღია თქვენს ეთერში, რომ თუ კი ადამიანებს სურვილებს დღეს დასაქმების, არის ძალიან ბევრი დეფიციტი, საკმაოდ მაღალანაზღაურება სამსახურებში, უბრალოდ ამას ჭირდება კვალიფიკაცია, ამას ჭირდება უნარების გათვითცნობიერება და უნარების გაღრმავება და დამერწმუნოს თითოეული მათგანი, რომ სამსახურის პრობლემა არ არის, მით უმეტეს, როცა ჩვენ ახლა გამოვაცხადეთ პროგრამა, მიუხედავად იმისა, თქვენ ბრძანეთ, რომ 1 ოქტომბრამდე არის რეგისტრაცია, ადგილებზე არის კონკურსი, ანუ ნებისმიერ გამოცხადებულ ადგილზე დღეს უკვე არის შევსებული ეს ადგილები, არის კონკურსები და ესევე მინდა მოსახლეობას უთხრა, რომ ეს პროგრამა გაგრძელდება გაზაფხულზე, ანუ თბილისის მერია აგრძელებს ამ პროგრამას და თუ ვინმე ვერ მოხდება დაუშვათ ამ მიღების ჟამს, შეუძლია რომ უკვე გაზაფხულისთვის სადონ ბედი, შესაბამისად გაზაფხულზე გვექნება საკმაოდ ბევრი ადგილი გამოცხადებული თბილისის მერის პროგრამა ისწავლე და დასაქმდა, ამიტომ შეუძლიათ მათ იქ მიიღონ მონაწილეობა. ასევე მინდა ვთქვა, რომ შემოვიდა ისეთი ტიპის პროფესიები, რომელიც მანამდე არ იყო საქართველოში, ახალი პროფესიები, რომელიც უკვე დაინერგა და ამაში ჩართული ესევე ბიზნესი, სხვადასხვა ბიზნესები, მე არ ვასახელებ რა თქმა უნდა ფორმატიდან გამომდინარე, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ბიზნესი ძალიან დაინტერესებულია ამ ურთიერთობებით, ისინი ჩვენთან ერთად მუშაობენ ამ პროგრამებზე. გარდა ამისა, ინვესტიციის ღებულობა, რომ კოლეჯი გაძლიერდეს, ეს არის ბრენდული ლაბორატორიები, ეს არის ცეგარემო, საველე გარემო, სადაც ქმნიან ისეთ სიტუაციას და ისეთ გარემოს, სადაც შეუძლია სტუდენტი, რომელიც ჩვენთან მოდის, დასრული მოკლებადი ამ პროგრამაზე, მიიღოს ზუსტად ის უნარები და ჩვევები, რომელიც მას ჭირდება და რომელიც ჭირდება ბიზნესში, შემდეგ კონკრეტულად, იმიტომ ჩვენ არ უნდა ავხსნათ ხედვებში ბიზნესს. შესაბამისად, თუ ამას გავაკეთებ და შევლებთ, დამერწმუნეთ, რომ თითოეული ჩვენთან მომზადებული მოქალაქე იქნება წარმატებული და წარმატებულად დასაქმებული ბიზნესში და თან ესევე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს საქართველოში შრომის ბაზარზე ანაზღაურების სისტემა ყოველ შემთხვევაში სამშენებლო მიმართულებაზე არის საკმაოდ სოლიდური. მთავარი არის, უნდა იყოს კვალიფიკაციით ძალიან კარგად მომზადებული ადამიანი, სხვა შემთხვევაში იყიდება ძალიან კარგად, არის კარგი ანაზღაურება და ყველაზე მთავარი არის დეფიციტი. ანუ მოთხოვნა მაღალია. სამშენებლო სფეროში არის ძალიან დიდი მოთხოვნა და თან მე გეტყვი, რომ სამშენებლო სფერო არის ძალიან მრავალფეროვანი, ანუ ბევრი ჩაშლა ხდებაში და ბევრი მიმართულება. მარტო შედუღება რო აიღოთ პირობითად ინჟინერიის მიმართულებაში, არის 7 სხვადასხვა მიმართულება და ბიზნეს სხვადასხვა მიმართულებები ჭირდება. მე პირობითად მოსახლეობამ რომ მარტივად აღიქვას, აი მაგრამ ლაზერული შედუღება ჭირდება კონკრეტულ კომპანიას, რომელიც მუშაობს თავისი მიმართულებით, მაგალითად სასტუმრო ქსელის გამართვაზე, სარესტორნო ქსელის გამართვაზე, იმას ჭირდება ლაზერული ტიპის შემდუღებელი, მაგრამ სხვებს ჭირდება ფერადი ლითონის შემდუღებელი, ეგრეთ წოდებული ცივი ლითონის შემდუღებელი, ეგრეთ წოდებული ელექტროკალორი შემდუღებელი, აირო შემდუღებელი, ანუ ჩაშლა არის ძალიან ბევრი, მოთხოვნა არის ძალიან დიდი და წარმოიდგინეთ, ჩვენ გვაქვს 24-ზე მეტი მოკლებადიანი მომზადება, გადამზადების პროგრამა, რომელიც არის ავტორიზებული, რომელიც არის ინჟინერიის მიმართულებით და ყველაზე გვაქვს საოცრად დიდი მოთხოვნა. მათ შორის ქალბატონების ესევე აი თქვენ ახსენეთ ხელფასი. დაახლოებით რა საიდან სადამდე მერყეობს ხელფასი, მოდით რადგან სამშენებლო სფეროზე ვაკეთებთ აქცენტს. თუ ჩვენ ადრე მუდმივად გქონდა ეს განცდა, რომ სამშენებლო ბიზნესი და ზოგადად ბიზნესი არ ქონდა შესაბამისობაში ხელფასები, დღეს ესევე არ ხდება, იმიტომ რომ გაიზარდა როგორც
ბიზნესის დამოკიდებულება დასაქმებულთან, ესევე დასაქმებულების მოთხოვნა იზრდება ბიზნესის მიმართულებით, ისინი გამოდიან კვალიფიციური კადრები, ისინი ძალიან კარგად მომზადებულები არიან, შესაბამისად აღარ მუშაობენ დაბალანაზღაურებაზე, იმიტომ რომ 1500 ლარიდან იწყება უკვე დღეს ანაზღაურება სამშენებლო ინჟინერს და მიდის საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა ის და ადრე ეს პრობლემა იყო სერიოზული, იმიტომ ბიზნესი ცდილობდა რომ არ ქონებოდა ესეთი მაღალი ნიხრი ხელფასების, თუმცა დღეს ესე ვეღარ არის, იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც უკვე ღებულობს ამ განათლებას, ღებულობს ამ უნარებს, შესაბამისად მას უკვე თვითონ კარგად იცის, რომ შეუძლია გააკეთოს გაცილებით მეტი და დამერწმუნდეთ ნებისმიერი პროფესიონალად დასაქმებული ადამიანი ბიზნესთვის ნიშნავს მოგებას, ბიზნესთვის ნიშნავს წარმატებას, მეტი დაკვეთა, მეტი შესრულება, მეტი ფულადი რესურსის მოძიება და მოზიდვა არის კომპანიაში, ამიტომ ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მათთან მიდის, მათი ანაზღაურება ნიშნავს იმას, რომ კომპანია მუდმივად იქნება წარმატებული და არ ექნება არასოდეს დეფიციტი გრძელვადიან პერსპექტივაში, იმიტომ რომ დღეს კომპანიები, რიგ კომპანიებს ყავდა ჩამოყვანილი სხვადასხვა ქვეყნებიდან ადამიანები, თუმცა მათი კვალიფიკაცია ჩვენს მიერ მომზადებულ ადამიანებზე ძალიან დაბალია. შესაბამისად, მე ეს მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ხარისხი არის დღეს აბსოლუტურად ევროპული ხარისხი. მათე მინდა გკითხოთ, ზოგადად არის საუბარი, რომ ამ სფეროში ხშირად გადიან ამ კურსებს, მაგრამ არ რჩებიან პროფესიაში დარჩენის მაჩვენებელი როგორია? იცით რა არის? პროფესიაში ჩვენ უყურეთ როგორი ამბავია. ჩვენ ვატარებთ კვლევას ყოველი 6 თვის შემდეგ კურსდამთავრებულების, ანუ რამდენად ხდება როტაცია, მათი გადაადგილება სხვადასხვა კომპანიებში, მე მინდა გითხრათ 70% მიდის პროფილურად, ანუ დასაქმების პირველი მაჩვენებელი რა არის, როცა პროფილურად საქმდები, ეს არის დასაქმება, ხო? და არა ის რომ პროფესიით ხარ, სხვა პროფესიით და საქმდები სხვაგან, ანუ პროფილურად ეს არის მიღებული ცოდნის დადასტურები დასაქმება ნიშნავს დასაქმებას. ხო, რეალურად ესე ითვლება სტატისტიკურად. მე მინდა ვთქვა, რომ 70%-ია დასაქმების მაჩვენებელი, რომლის როტაცია არ ხდება, თუ ის კომპანიიდან კომპანიაში გადავიდა თავის პროფილზე და არა სხვა პროფილზე, ანუ უკეთეს შემოთავაზება მიიღო და გადავიდა ამ შემთხვევაში. თუმცა რომ დატოვოს და სხვაგან წავიდეს ან ძიება დაიწყოს, არა. თან დღეს რეფორმა მოგცა საშუალება, არა მხოლოდ დასრულებს მივცეთ ეს საშუალება, რომ დასრულების შემოვიდნენ მერიის პროგრამაში და მიიღონ ეს კვალიფიკაციები, არამედ ჩვენ გავაახალგაზრდავთ პროფესიული განათლება და ინტეგრირებული პროგრამების მეშვეობით საბაზრო განათლების შემდგომ მოსწავლეები წამოვიყვანეთ პროფესიულ განათლებაში, ისინი ამთავრებენ პროფესიას, ამთავრებენ ღებულობენ დიპლომს და პარალელურად ღებულობენ პროფესიული განათლების საშუალო განათლების სასკოლო ატესტატს. და რას გვაძლევს ეს 18 წლის ასაკში საქართველოში ჩვენ გვყავს ათეულობით პროფესიონალურად მომზადებული ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ დასაქმება, ისინი არიან კონკურენტუნარიანები, ბევრი უნარები დააღჭურვილები და წარმოიდგინეთ 18 წლის ასაკში, როცა ადამიანს შეუძლია გამოიმუშაოს საკმაოდ სოლიდური თანხა. ეს ხო მისაღებია, ეს ხო ძალიან კარგი თემა არის. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს კიდევ უფრო გავამრავალფეროთ, კიდევ უფრო მეტი ადამიანი შემოვიყვანოთ პროფესიულ განათლებაში. ძალიან მოკლედ მინდა გკითხოთ, ის ადამიანები, ვინც ახლა გვიყურებენ და სურვილი აქვთ, რომ დაეუფლონ ამ პროფესიას. რა ტიპის კონკურსია საუბარი, რა ტიპის გამოცდები აქვთ მათ ჩასაბარებელი, რა ტიპის უნარებია საჭირო? იმიტომ რომ ზოგს შესაძლოა გარკვეული შიში აქვს, რომ ვერ შეძლებენ. უმარტივესია, მე ამრწმუნდით, კონკურსი როცა არის, ხდება мотиваციური გასაუბრება, ჩვენ ამ შემთხვევაში, ანუ მათ შორის ბიზნესია ჩართული, შესაბამისად და мотиваციური გასაუბრებაში და მთავარი თემა არის, რამდენად კარგად ხედავს თავის არჩეულ პროფესიაში სამომავლოდ თავის საკუთარ ანუ გადასახადი არ აქვს, მხოლოდ პირადობის მოწვევით რეგისტრირდება, შესაბამისად არის мотиваციური გასაუბრება და ამის შემდგომ მათზე მორგებული სასწავლო გრაფიკია. შეიძლება ეს იყოს დღის მეორე ნახევარი, შეიძლება იყოს დღის პირველი ნახევარი, შესაბამისად ეს არის უმარტივესი და გარდა ამისა კიდევ ერთხელ ვეუბნები მოსახლეობას და მსმენელს, რომ თუ კი ისინი შესაბამისად საშემოდგომო მიღებაზე ვერ მოხვდებიან კონკრეტულად არჩეულ პროფესიაზე შეუძლიათ გასაგაზაფხულო მიღებაზე მოხვდნენ და სწავლა უფასოა როგორც გრძელვადიან პროგრამებზე, ასევე მოკლევადიან პროგრამებზე და შესაბამისად მათ არ ექნება ამის დისკომფორტი, რომ რაიმე ტიპის პრობლემა შეეჩიოთ.